ორჯერ 2-4 და პასუხიც უმარტივესი კომისარმა თიამ უნდა დაადგინოს რა თქმა უნდა ბჭყალებში რომ ომის საქართველოს სახელმწიფომ დაიწყო და დამნაშავე რუსეთი კი არა საქართველოა. ქართული კოშმარის გრუზინსკაია მეჩეთას მიზანი ჩემთვის დიდი ხნის წინ იყო ცხადი. სპეცოპერაცია ბოდიშის შემდეგ უცხადესი, ახლა ბოდიშის დასკვნითი ფაზაა. კომისარს დასკვნა დაწერილი აქვს. დამნაშავემ ანუ საქართველომ მსხვერპლს ანუ ოკუპირებულ საფრთხეთ ოსეთს და აფხაზეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. ვიცი დაუჯერებელ ამბავს ყვები. ასე არ გჯეროდა ცხვავითო სიგიჟების, მაგრამ რაც ვთქვი და არ მხოლოდ მე კი ახდა. ბოდიში მხოლოდ სიტყვიერი კი არა, საქმითაც იქნება. ფულადი კომპენსაცია და რაც თავარია დამოუკიდებლობის ცნობა, სუმცირე რაღაც ფორმის გაერთიანებაში რუსეთ-ბელორუსის ან კონფედერაციაში შეთრევა და აქ დასრულდება ცივილიზებული სამყაროს არაღიარების პოლიტიკა. არ გეგონოთ ვეწინამდეგები მოსაზრებას, რომ არაღიარებულ იზოლაციაში მყოფ რეჟიმს თემა გამოილიდა გადაფავრა სჭირდება. თუ ცირკია, ცირკი იყოს. თან გადაფარო და თან რუსეთის ნამუსის მოწმენდა ორივე კრემლის საშინაო დავალებაა.